მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია ზალიკო ბერგერი. როგორ ახარ ზალიკო? კარგად, თქვენ როგორ ხართ? მიხარია რომ მოვედი სტუმრად. მეც მიხარია რომ მოხვედი. შენობით ვილაპარაკოთ, ხო? კი. წინა სტუმრის კითხვა უნდა დაგისვა გიორგი ზურაბიშვილის. ყველაზე მეტად რას ნანოფ? ყველაზე მეტად რას ნანოფ? ესე განსაკუთრებით არაფერს. მაგრამ რაღაც ანუ ჩემი კოლექციის წლების წინ ვიყავი მოსკოვში და მაშინ რო არ დავჭი. მოსკოვში გინდოდა დარჩენა? არა, იცი რა, იყო 96 წელი. აი ეს როცა ფული იშოვებოდა, ანუ მოსკოვში დაუცილებლად უნდა დავჭენილიყავი მაშინ და მქონდა თან შემოთავაზებები. ეხლა შეიძლება იქ აღარ მეცხოვრა, მაგრამ დაბრუნება უკვე ყოფილიყავი დიდი ქონების პატრონი. დღესდღეობით რა კიდე მიყვები დიზაინერობას? კი, მაქვს სახელოსნო, ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობთ და კოლექციებსაც ვაკეთებ. აქსესუარებს შემიხელით, ნუ ტანისამოს აქვს სახელოსნოში. და ქართველი დიზაინერებიდან ვინ არ მოგწონს? ვინ არ მომწონს? ესე ცნობილი სახელები ალბათ ბევრი არ არის, ამ დროს სინამდვილეში ძალიან დიდი ბაზარი გახდა, უკვე ქართული დიზაინერები ძალიან ბევრი გახდნენ ამ fashion week-ების და რაღაცა ესეთი ახალი რაღაცა ამ კონკურსებიდან გამომდინარე და არ მომწონს ესე ვერავიზე ვერ ვიტყოდი, ყველა რაღაცა თავისებურად ნიჭიერი და ვითარდება საერთოდ ეგ სფერო? სამწუხაროდ ვერ ვითარდება, რამდენადაც ქვეყანა არ ვითარდება. ეხლა ეს ისეთი სფეროა, რომელიც შიკთან, რაღაცა გლამურთან არის დაკავშირებული, როცა ინდივიდუალურ რაღაცა კოლექციას აკეთებ და როცა ქვეყანა გაჭირვებულია, იქ რაღაც გამოდის, რომ საკუთარი თავის გასართობად აკეთებ რაღაცას უფრო. რომელი წიგნი გიყვარს? წიგნი მარკესის მარტოობის 100 წელი გამორჩეულად რაც მიყვარს ბულგაკოვის მასტერი მარგარიტა პოსტატი და მარგარიტა ფილმი ლუკინო ვისკონტი მიყვარს რა ქვია ღმერთების აღსასრული ქართულად როგორ იქნება სადაც ჰელმუტ ბერგერი თამაშობს რის გამოც მე გახლავართ ბერგერი ეხლა რამდენად მაგიტო ხარ ბერგერი? ხო დაახლოებით ანუ DJ ბერგერი ვიყავი, როცა ეს რადიოები ახალი იყო და რა კი ჰელმუტ ბერგერს მამგვანებდნენ, ამიტომ გავხდი DJ ბერგერი. მაშინ ყველა DJ-ის რაღაცა ის უნდა მეცახელი უნდა რქმოდა. და ლექსი რომელი გიყვარს? ლექსი, ვიცი, პოეზია საერთოდ მიყვარს ძალიან და მიყვარს ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ლექსები ზეპირად დაიმახსოვრონ. პატარაობაში ალბათ მე შემეძლო კი რა და ვიცოდი ბევრი ლექსები ზეპირად. ეხლა ამას წინათ აღმოვაჩინე რომ არც ერთს არ მახსოვს ხო და ზეპირად და რა ვიცი, ყველა პოეტს კიდევ ვთვლი რომ ერთი ლექსი მაინც აქვს ხოლმე ისეთ გამორჩეული რომელიც მოგეწონება. და ყველაზე ბრძნული გამონათქვამი რომელია შენთვის? ან ანდაზა რა ვიცი. ვიცი ესე აფორიზმებს აი ანდაზებს და даже ანეკდოტებსაც ღირული ხასიათის და მიუხედავად ვერ მიმახსოვრებ. და ამიტომ რომ რაღაცა აი ეგეც ცოტა ისა რა ქვია ნათამაშები მგონია როცა ადამიანს აი ეს რაღაცა გაზეპირებული რამდენიმე ლექსი აქვს და თუნდაც აფორიზმი და კიდე ანეკდოტი ან რაღაცა იმით დეჟურნი ანეკდოტით რომ უნდა მიყვიდეს ადმე. პირველად სად ნახე და როდის პორნოგრაფია? პორნოგრაფია პირველად სად ნახე და როდის ნახე? აი, როცა ვიდეო უცხოხილი იყო. რაღაცა და წარმომავლობა სიმართლე კიდე არ მახსოვს, რომ გერმანული იყო თუ იტალიური თუ რა ჯიშის იყო, მაგდენი აღარ მახსოვს. აი, პირველ ქართულ პორნოს რას დაარქმევდი? ჯერ არ გადაუღიათ, ხო? ჯერ არ გადაუღიათ. აი, რო გადაიღონ და შენ გითხრა, რომ დაარქვი რამე სახელი. ვაი. საქართველო. რამე ისეთი სიტყვა თუ არსებობს, აი რომელსაც ხშირად იყენებ და არ იცი ზუსტად მნიშვნელობა რა არის. ანუ უცხო სიტყვა, რომელსაც ვხმარობ და არა, აი რაღაც სიტყვა, რომელსაც ხშირად იყენებ და ზუსტად არ იცი რას ნიშნავს. არა, აი ვთქვათ ლაპარაკისას ხშირად ვხმარობ ხოლმე ისა რა ქვია, ამას წინათ შევამჩნიერო, ძალიან ხშირად ვხმარობ და ალბათ არ არის კაი მოსასმენი. ფრაზა რომელი არ მოგწონს, აი ხალხი რასაც იყენებს, რა გაღიზიანებს? ფრაზა რომელიც არ მომწონს, ესე ვერ ვიხსენებ, რა ვიცი. ან ტელევიზორიდან რო გესმის. არა, გაქვს ეგეთი. რაღაცა ფრაზები არის ხოლმე, ხა ამ წუთში ვერ ვიხსენებ. კი ყოფილა, აი რაღაცა სიტყვას რო ხმარობენ ხოლმე, ვითომ იმის და რაღაც რო უფრო ჟურნალისტური ან ვითომ დახვეწილი მეტყველების და ლექსიკის და გამო და ამ დროს თვითონაც არიციან მეგონი მნიშვნელობა.
ბავშვობაში რომელ ცნობილ ადამიანთან გინდოდა რომ სექსი ქონოდა? რა ვიცი, მადონასთან ალბათ ყველას ძალიან. მოგწონს დღესაც? კი, მაინც is the icon of pop. და აი ქართველებიდან ვინ არის ყველაზე სექსუალური? მომბერლები, არა, ცნობილი. საერთოდ. ხო, ცნობილი ქართველებიდან. რა ვიცი, იაფარულავა ალბათ დღემდე. ია. იაფარულავა ხო ვიტყოდი მსახიობებიდან. მომღერლებიდან ლელას ჰქონდა ძალიან კაი იმიჯი, მისეთ სექსუალური იმიჯი უხდებოდა, ხო იყო ჯორჯიან მადონა. აი მოდელებიდან ვინ არის? მოდელებიდან აი ჩემ ბავშვობაში ამას წინათ ვიხსენებდი რომ გოგოები ყვავდა ხოლმე 1.75 უნდა ყოფილიყო ყველაზე დაბალი რაც დღეს იძახია რომ უკეთეს თაობაა მაგრამ მოდელები არ არიან ისეთი მაღლები როგორც იყვნენ ადრე ხო და ქართველი მოდელიც კიდე ეს ხო რაღაცა ჩვენ ხო ყველაფრის მიმართ რაღაცა ისა გვაქვს თავისებური მიდგომა და სექსუალური მოდელი რაღაცა ისე არ ყოლია ხოლმე როგორც ეს კადემა იყო მაინც აი როგორც სუხიშვილების თეკვისაც აი ესეც რაღაცა ის უნდა იყოს რომ კადემა უნდა მოგონდეს პოდიუმზე. რაღაცა ნარნარით უნდა მოდიოდეს. შენ თუ ხარ სექსუალური? რა ვიცი, ვთვლი რომ რაღაცა მე მგონი არა ვარ. რატო? რა ვიცი, თამარ თან არა ვარ. ალბათ ამას სხვები იტყვიან, რავი, აი ამ ხახახის გამო შეიძლება ის რომ მიუხედავად ჩემი აი ესეთი გარეგნობისა, კიდე აი ამ მხიარულების და გამო ლუი დი ფიუნესის იმიჯი შევჭა კიდე წლების განმავლობაში. აი პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე კაცური კაცი? კაცური კაცი, ვინ მახსენდება მოიცადე? ბევრი ქართველი მახსენდება, სიმართლე გითხრა ისე და ბევრი რომელსაც ვიცნობ კიდეც. ეს უცბად ცნობილი მსახიობიდან ხო? რა ვიცი. აი რას ნიშნავს საერთოდ ჩვენთვის კაცური კაცი? კაცური კაცი რაღაცა, ნუ მოკეიფე, გამტმელი, რაღაცა როგორიც უნდა იყოს ალბათ, რაც ჩვენ აზროვნებაში ჩამოყალიბდა და თბილისელი კაცური კაცი, გივია სიღარულიძე. ჟურნალისტს რა უკითხავს შენთვის ეს სასაცილო რა გახსენდება? ეს მახსოვს რომ აი მაშინ ინტერვიუები ახალი იყო თუ რაღაცა ეს წლების წინ რომ ის ჟურნალები მე მგონი დღესაც ესეა, მაგრამ აი ტუალეტის კაღალზე რომ დაიწყეს ბეჭდა და რაღაცა ეს ჟურნალები გამოსვლა დაიწყო. სიგარეტს ვეწეოდი და მეგრელი ჟურნალისტი გამოვიდა, ეხლა მე მგონი ძალიან წარმატებულია და ისა სიგარეტის მოწევა სარკესთან დაამხეცე? ხო და მე მაშინ დავიწყდი რომ ეტყობა კარგად ეწევი სიგარეტს რომ რაღაცა სარკესთან რომ დაიყავი და ესე იგი რომ დავიჭირო სიგარეტი აი ეს რომ დამემხეცებინა. აი 7 მილიარდი რო კონდეს რა სიზა? აი მე რა კაია. აბაყვავებდი ქვეყანას. როგორ აყვავებდი რა სიზა? ვიმე არ ვიცი, აი ეხლა რომ კონდეს 7 პირველი მილიარდი. რას გააკეთებდი? აი ეხლა მოვიდა ტიპი და მოგცა 7 მილიარდი. დედა რა კაია. პირველს რას აკეთებ? პირველს რას ვაკეთებ და ესე იგი ავტოვანებული ვარ. მე არ ვიცი. მივდივარ მონტე-კარლოში, ვყიდულობ იახტას, აი ის მომწონს სამსართულიანი რო არის იმაზე რა ქვია, ზემოთ რო ორი ვერტალიოტის ის აი ქვეყნის აყვავებას უკვე მე მივხედავ, როცა კარგად მოვიგულავებ. ჩემი იახტით ლოს-ანჯელეს, მაიამი და ასე შემდეგ. აი ხა სუფრაზე რო ვიждეთ, რასაც აგეძლო სიტყვები. ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს თქო და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ თქვენ გადაცემაში და სულ წარმატებები და ბევრი კაი სტუმრები და ბევრი სპონსორები და ფულები და 7 მილიარდები ამ გადაცემას. მადლობა, მადლობა. კაი, აი ქართლის დედას რას დააჭერებდი ხელში? ეს რომელიც გას იმას გულისხმობთ თუ ანუ საერთოდ რა ქვია ხატოვნად მალი და ის ხო უჭირავს და შენ რას დააჭერებდი? დავით ბავშვს და საჭმელს. ხო, ფული შეიძლება ვეჭიროთ პარკით. პერიოდულად ყრიდეს. ხო, მაყოფილი რო იყოს, პირდაპირ ყრიდეს იქიდან. სადაც დგას. რომელი ნარკოტიკი გიყვარს? რომელი მიყვარს? არ მიყვარს მოსაწევი. რატო? არ ვიცი, ბავშვობაში გავსინჯე და ესე ძალიან ცუდად გამხადა, საშინლად ცუდად გამხადა ოღონდ. რა მოგივიდა?
გული ამერია დავეცი კინაღამ მოვკვდი ესე იგი და მე галлюცინაციები მქონდა დილამდე და ესე კინაღამ გარდავიცვალე და მოკლედ ძალიან ისა რა ქვია საერთოდ ისეთი ურთიერთობა მაქვს მე რო აი რო დავფიქრდი ხო რაღაცა ახლა არ გამისინჯია თქო ვერ ვიტყვი ხო და ისა რა ქვია ყველაზე ძალიან ვისკი არის ჩემზე რაც კარგად მოქმედებს და ბევრ ადამიანს უთქვია რომ ვირა აქვს მიღებული და არაფერი არ მაქვს მიღებული ვისკი მოქმედებს ჩემზე ყველაზე კარგად ასაგებია ღმერთის თუ გწამს ჯეიმსონი ჩივასი ბლუ ლეიბელი ღმერთის თუ გწამს ღმერთის მტამს კი დადიხარ ხოლმე ეკლესიაში ეკლესიაში დავდივარ მამაო ყავს მამაო არ მყავს და რუსულ ეკლესიაში დავდივარ ხოლმე პლეხანოვზე ნინოშვილზე და ესაა იქ ეზოში არის აწეცვიტალის საფლავი და იმ საფლავზე გავდივარ და მთელი იძახის ესო ჩვენი ის არის მაგას როგორ ქვია ოღონდ არ ვიცი მომსვლელი ანუ ესე იგი რაღაცა სიტყვა თქვა რომ ანუ რომელიც ეკლესიაში დადის მაგრამ აღსარებას არ ახო და მრევლი არ არისო ანუ ესე იგი დადისო მაგრამ მრევლი არ არისო ნუ ეტყოდა თვალში მხვდები ესე იგი ჩემი ეკლესიურობის რა ქვია ასრულებისას და შენი აზრით 64-ში რა ხდება? მე ჩემი აზრით ღმერთის მადლით იმ ქვეყანაზე მართლაც რა მეხდება. ისეთი დიდი იმედი მაქვს რომ აი ყველაზე ალბათ ცუდია რომ უცბად ადამიანის სიცოცხლე ესე ბრახ და აღარაფერი აღარ არის და მარტო შავბნელი და სიბნელე დარჩა ამაჯობია ალბათ გჯეროდეს რომ ნამდვილად იქ რაღაცა. ხო და თუ არსებობს რა ხდება? როგორ ფიქრობ? ესე სიმართლე გითხრა არ ვიცი მაგრამ რა გინდა რომ ხდებოდეს მაშინ, კაი, 64-ში. აი რა ალბათ 7-ად უნდა იყო და განცხრომაში. ბევრი ვისკი. ოჰო. ეგ ალბათ 64-ში აღარ ხდება, უფრო მეორე ნახევარში ხდება. ბევრი ვისკი და კაი ტუსოვკა და ამბავი. ისა რა ქვია, რეზო ამაშუკელი თუ იცი ვინ არის? ვაიმე ვიცი. ხო რიცნობ. არ ვიცნობ და არ მქონია ბედნიერება. მე რა ვიცი ერთხელ ალბათ სუფრაზე მოვხვდები და ავწევთ ქართულ სატრიგზელოს ერთად. მაგრამ ესე წლების წინ გამიგია რაღაცა არ მგონია ჩემს მიმართ კარგად იყოს გაწყობილი ისე რომ ცოტა თავი ბეჭდიანი ღელით ცოტა საშიში იქნება. ხო და შეგიძლიათ ხოლმე რომ მოვიდეს აი კამერაში რომ ერთი სიტყვით უთხრა რომ მოვიდეს. ამ კამერაში ხო? ბატონო რეზო უმორჩილესად გთხოვთ რომ მობძანდეთ ამ გადაცემაში და მე მგონი აქედან უფრო კარგად დამოძღვავთ ქართულ ხალხს და ეს იქნება ძალიან კარგი ესეთი რა ქვია მაგას აი პუბლიკის მოსაზიდი ამბავი თქვენთვის. აჰა. რას არ შეჭამ არასდროს? რას არ შევჭამ არასდროს, რაც იჭმება იმისგან ამბობ, ანუ რასაც ჭამე ხოლმე ზოგადად. ნუ ალბათ ტარაკანს და ეგეთ რაღაცას აი იმას ვერ შევჭამ. და ისე რომელი კერძი გიყვარს ქართული? ქართული კერძი ისე რომ დავფიქრებული ვარ, რომ ქართული სამზარეულო ძალიან მაგარი სამზარეულო გვაქვს ახლა, ალბათ თქვენ დამეთანხმებით, რომ ევროპაში თუ რაღაც გამორჩეული სამზარეულო, აი ქართულ სამზარეულოს რაღაცა ეს დრესინგი აკლია, მართლა კიდე ის მიწოდება, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო ლამაზი იყოს და ევროპაში არის ერთი ქართული რესტორანი, აი ბერლინი რო ვახსენე, დავდივართ ხოლმე გემრიელი საჭმელის საჭმელად, როგორც თბილისში არ არის, მაგრამ მაგ შემთხვევაში ალბათ კიდე პროდუქტიც მოქმედებს, რომელიც იქ უფრო ხარისხიანია. რო ხაჭაპური არის ისეთი, რომ შეიძლება აი ცოტა 64-ში მოხვდე, რომ ჩაკბიჩა, მიხვდები, რომ თურმე რა გემრიელი უნდა იყოს ხაჭაპური. აი, ილია თუ აკაკი? ილია. დოლჩე თუ გაბანა? გაბანა. მიშა თუ ბიძინა? მიშა. აი, რომელ საუკუნეში ცხოვრებდი და სად ცხოვრებდი? რომელ საუკუნეში ვიცხოვრობდი, სად ვიცხოვრობდი? რაღაცა ისტორიის რა ის როცა უფრო განცხრომა და ეს იყო ესე იგი და არაომებში და რაღაცა აი ეგეთ მონაკვეთებში ვიცხოვრებდი სიამოვნებით. და სად? რაღაცა ძველი რომის კულტურა მომწონს, მოკლედ რომში ვიცხოვრებდი, ისეთი ოღონდ აი გაჭირვების ჯამს კი არა, აი ესეთი თავზე დაყრილი პურძნებით და იმეებით და ბევრი პორნო გარჩევოდა მთელი ამბავი, აი მაგ ვიცხოვრებდი, ისეთ სენატორად ოღონდ აი რომელსაც არ ერჩინა, ესე იგი და შემთხვევით იქ საწავლავია ჩემო პარონამ ბულემია და ასე შემდეგ. აი რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი? ლიტერატურულ გმირთან რომელთან ვიმეგობრებდი? არის ბევრთან ესე ვერ გამოვყოფ რომ არ მიფიქრია მაგაზე. კი არა და ის ბოლო ხანები არაფერ წამიკითხია დიდი ხანია და შეიძლება ამის და გამა უფრო სწორად ახალი ლიტერატურა არ წამიკითხია ეთქობა. კაი, ჯერ დედალი იყო თუ მამალი, როგორ ფიქრობ? კატამი იყო თუ კვერცხია ძალიან კაი კითხვა. ისა დედალი თუ მამალი?
ხო ალბათ კვერცხი იყო ხო პირველი არ ვიცი ერთი ცნობილი სახე ამას წინათყვებოდა რომ სუფრაზე რომ მამა რომელი იყო ესე იგი ქათამი თუ კვერცხიო და აიო კვერცხსო რამდენი რამე გავსო ესე იგი კვერცხიო მაგრამ ქათამი კიდე არაფერს არ გავსო და ანუ ესე იგი რა კვერცხი იყო იქიდან დედალი იყო თუ მამალი ვერ ხვდები ალბათ ორივე იყო ერთად როგორც ადამი და ევა ხო და მე იმან შეაცდინა სიმინდის მარცვლით მამალი და ესე გაჩნდა პირველი წიწილა კაი, რისი ნახვა გინდა ყველაზე ძალიან? ანუ ქვეყანა რაღაცა ეს. არა, აი საერთოდ. რა ვიცი, წლების წინ ალბათ ვიტყოდი ბრაზილიის კარნავალის თქო, ან რა ქვია, ჩანჩქერი, რა ვიცი, რისი ნახვა მინდა. ნიუ-იორკში არაბა ნაყოფი ჯერჯერობით ნიუ-იორკის ნახვა მინდა. ოღონდ ნახვა კი არ მინდა, შეგრძნება მინდა და კარგად მინდა მოკლედ ეს ნიუ-იორკი. კაი. მაიამიც. მონტე-კარლოც. აჰა. ანუ მოსავლელი გაქვს ხო, აი რამდენი რამე დამჭა. ხო. კაი, აი წარმოიდგინე რომ ერთი წუთი გაქვს და რამე უთხარი ხალხს. ან რა გინდა, ან რა არ გინდა რომ მოხდეს. ხალხო იყავით კეთილები, ბედნიერები, კი არა და ეცადეთ, უფრო მეტად მხიარულები, ქართველი ქალები ვიყავით უფრო გაღიმებულები, მამაკაცებიც უფრო გაღიმებულები, რაღაცა და იმედია ცხოვრება მოგცემს იმის საშუალებას, რომ ყველანი ბედნიერი და ღიმილიანები ვიყოთ და იყოს მშვიდობა და ბედნიერება ჩვენს ქვეყანაში. კიდე საკუთარ თავს უსურვებდი, რომ აი წერანაც მისურვეს, რომ 7 მილიარდი მომცეს ვიღაცამ ხელში და დიდი სიამოვნებით მივიღებდი. აი ქართველი iPhone 6 მინდა კიდე. აი ქართველი კაცები რო კერავენ ქართველ ქალებს თუ დაკვირვები ხარ მაგ სცენებს აი როგორ კერავენ უფრო სასაცილოა როცა ქართველი კაცები კერავენ რუს ქალებს ო ეგ ძალიან სასაცილოა შესწრები ხარ ეგეც აი შევეწარე ახლა წელზაფხულში შაშან ზაფხულში უკვე რომში ვიყავით და ჩვენი ერთი ამ თბილისელი ბიჭი მოკლედ და რუსი გოგოები გავიცანით ქუჩაში და ნუ აი ბრეებსეუბნე ცოტა არაცენზურული პაიჯოშ არა პაიჯოშ კიდე ისეთ სწორი გამოთქმა ანუ აი იცი მოინომერ მე შეგერვა არ უნდა და ერთი გალონგა ილენდი და ალევინა და იცი მოინომერ ღია ხაროში წაყვა არა ისე შეჭამა რომ მოკლედ ჯამში არ წაყვა ქართველი კაცები ქართველ ქალებს ალბათ უფრო კერავენ ესეთ ყდებამოსილური შეკერვით და სადღერძელოებით და ასე შემდეგ მოწონთ ეგ ქართველ ქალებს ქართველ ქალებს ნუ ალბათ ხო ნუ შესავალი მაინც ესეთი უნდა იყოს თორე ალბათ შეიძლება ჯამში დღევანდელი თანამედროვე ცხოვრება იზიკამენებნომე რომ ქართულად დამთავრდეს ეგ ქართული გამოთქმით დამთავრდეს კაი აი ამათგან ვინ მოუხდებოდა ყველაზე ძალიან პოდიუმს ვაიმე აი ეგენი წერანთავინარე და ისა რა ქვია არ ვიცი და არაჩვეულებრივი შესრულებულია აი ბიძინაც ჩავთვალოთ არა კი სასახლე დგას ხო ესე როგორ თქვა ამათგან რომელი უფრო შეიფერებდა პოდიუმს ეხლა ალბათ შეთიდანაც ხვდები და მაყურებელიც ხვდება რომელსაც ყველაფრის შეფერების ის აქვს ხოლმე და ყველაფერი შეუძლია წარმოაჩინოს კარგად ვინ ამ ოთხიდან მაგალითად მესამე ხო რა თქმა უნდა რომ თითქმის შუაში ჩანს და ტანსაცმელსაც წარმოადგენდა პუბლიკასაც მოიყვანდა სიტყვითაც გამოვიდოდა პოდიუმის ბოლოში და ასე შემდეგ და ისე მე რა ვიცი თუ ის დააფინანსებს ძალიან კარგად ამ ჩვენებას და ასე შემდეგ რა ვიცი რატომაც არა აი შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა შემდეგ სტუმარს რა ვკითხოთ რა არის ყველაზე გიჟური საქციელი და ჩაგიდენია ცხოვრებაში? ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. დიდი მადლობა თქვენ და მეც მიხარია რომ მოვხვდი ესეთ რეიტინგულ გადაცემაში და აბა ველოდებით თქვენს ნახვებს. და iPhone 6 რა გივახსენე? ვინ ჩემპირდა იმან მაინც მომწეს.